საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს გაშლა გვექნება ქალბატონებო, ლამაზად მოთავსდით, იფიქრეთ თქვენ თავზე, თქვენ სურვილებზე და ვნახოთ ამჟამად რა მდგომარეობით მოხვედით. ჩემო კარგო, ამჟამად როგორ გიყურებ იცი? ცოტა არ იყოს ეჭვიანი ხარ, სიყვარულის ქალი ხარ, მაგრამ დეპრესიული ფიქრები გაქვს. ცოტა ეგოისტი ხარ და ცოტა შიშარა. ძალიან ბევრი რამე გინდა რო ილაპარაკო, ან იყვირო, ან თქვა, მაგრამ ვერ ლაპარაკობ. ახლა ვნახოთ 36 კარტში რას გვეტყვის. თქვენ შენი სახელი, დაბადების წელი, ჩაითქვი შენი სურვილი და რა გელოდება. ვნახოთ. ამჟამად ჩემო კარგო, გინდა რომ ყველა შენი სურვილები ასრულდეს, მაგრამ გულგატეხილით გეხარ. ამოგივიდა ვიღაცა ქვრივი ქალი. თითქოს რაღაცა გზაზე ფიქრები ამოუვიდა. პატარა ნერვიულობები კი გაქვს, მაგრამ ეგ იცოდე, დიდი სიხარული და სახლის ჭერი გელოდება. ამჟამად პატარა შეფერხებები გაქვს, თითქოს არაფრის არ აგჯერავს, მაგრამ სიხარული მაინც გელოდება. გული ჯავრით სავსე გაქვს, დაჯდები, ადგები, სულ დარდით და განცდებით ახარ. ბოლოს რა დაგამშვიდებს? ახალგაზრდა პიროვნება, უცოლშვილო პიროვნება, მოგვიანებით გზით გიჩანს და ამ პიროვნებიდან დამშვიდება გელოდება. არქი ეჭვიანი ხარ ჩემო კარგო, ისეთი ეჭვიანობა გაქვს, უცბათირები, რო ლაპარაკობ, კი არ ლაპარაკობ, სუ ნერვიულობაში ხარ, სუ განცდაში ხარ. მაგრამ რაც კიდე ინერვიულო, მაშინვე რაღაცა სიხარული ისევ უკან მოდის, სიხარულები და სურვილი შესრულებები მაინც გელოდება, მოგვიანებით გზა გელოდება, მზათიღავი. შეიძლება შორი გზა იყოს, ეს გზა შემთვის. ჩქარი კაზიონის სახლიც გელოდება. ძალიან ნერვიული ხარ. ნერვიულობა ამოგდის, ყველაფერზე ღიზიანდები. რა დაგრჩა ჩემო კარგო? ამოგივიდა ვიღაცა ქალბატონი, ვიღაცა მამაკაცთან ერთად, რაღაცა სასიხარულო მაგიდა გიჩანს. სასიხარულო მაგიდა, კაი მაგიდა ჩანს სხვათა შორის. გავაგრძელოთ. იფიქრეთ თქვენ სურვილებზე, მთავარი ეს არის. ამოგივიდა გათხოვილი ქალბატონი, სხვათა შორის ცოტა დარდით ადგას, ან რაღაც უმაღლეს დონემდე განცდები აქვს, ბევრი შეფერხებები ჩანს, ბევრი ლაპარაკი, ნერვიულობა, ეს შეიძლება წარსულშიც იყო. ამჟამად რა დაგამშვიდებს? მოულოდნელი ახალი ამბავი გელოდება, მზად იყავი, ან კარგი ახალი ამბავი გელოდება, ან საბუთი გელოდება. ჩემო კარგო, ეს პერიოდი რა ხდება ახლა? შეიძლება ძალიან შორი გზა არ იყოს, მაგრამ რაღაცა გზას ვხედავ, დარდიანი გზა არის, ან სადმე არ წახვიდე, თორე ავადმყოფური განცდა გელოდება. მოუფრთხილდი გზას, ჯობია ქალაქიდან ქალაქშიც კი არ გახვიდე, ისე მაგიდები გიჩანს. მაგიდა გელოდება. ახალგაზრდა გოგონა ამოგივიდა.
ორი ადამიანი ამოგდის. ერთი ქალბატონი ქრივია, მეორე ახალგაზრდა ბიჭი უდგას გვერდზე. მათ შორის რაღაცა ხმამაღალი ლაპარაკი ჩანს, რაღაცაზე ძალიან ჯავრობენ და ნერვიულობენ. კაზიონის სახლის თაობაზე თუ რამეს ლაპარაკობ, ან ფიქრობ, სიხარული აუცილებლად გექნება. ამოგივიდა მამაკაცი, ახალგაზრდა, ცოლიანი მამაკაცი და პლუს მაგას გვერდზე გიდგება ვიღაცა ხანში შესული მამაკაცი. ამათგან დამშვიდება გელოდება, მაგრამ ეს პერიოდი ცოტა ფრთხილად იყავი გზის თაობაზე რაღაცა განცდები ჩანს ძალიან დიდი. არ წახვიდე ჯერჯერობით სადმე. ისე შანსიანი ხარ, სურვილები გისრულდება, სიხარულები გიჩანს, მაგრამ ეს სიხარულები უცბად მიდის შენიდან, ძალიან დაძაბული ხარ. ნახოთ კიდე რას გვეტყვის. აი როგორც გითხარი, მოგვიანებით გზა არ აქცდებათ. ამჟამად დგე ხარ ჩემო კარგო. რაღაცა მაგიდაც გელოდება. შეიძლება რაღაცა კაზიონი სახლის მაგიდა გელოდება. ეს კაზიონი სახლი რაღაცა მთავრობის საქმე შეიძლება იყოს, რაღაცა აი ასეთი რაღაცა მაგიდა გიჩანს, ხალხმრავლობა გიჩანს, მაგრამ ცოტა არ იყოს შიშები და ჯავრით ამოხვედი. ნუ ნერვიულობ, მიანდე ღმერთს შენი სურვილები და იყავი იმედით, ეს დაძაბულობა არ მოგიტანს კარგს. ამჟამად ჩემო კარგო, ეს პერიოდი ერთი თვის განმავლობაში, ერთი თვის მერე გზიდან ვიღაცა უცოლშვილო ბიჭი გიჩანთ. ან გზას დაადგება სადმე წავა, ან შეიძლება თქვენ თვითონ გქონდეთ ამ პიროვნების გზა და ეს ახალგაზრდა პიროვნება დაგამშვიდებს. დედა, გული დარდი არ გადის თქვენი, ნუ ნერვიულობ, ახალგაზრდა გოგოდან ძალიან დიდი სიხარული და სურვილი შესრულება გელოდება, რა გელოდება შენიცი, მოულოდნელად ფული შემოგივა, სხვათა შორის დიდი დამშვიდება გელოდება ამ ფულით. ეხლა ბოლოს ავჭრათ რა დაგრჩებათ. იქამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება ძვირფასო მეგობრებო. გადაყარე დარდები. დღე არ გავა რამეს რო არ დარდობდე. იმიტომ რომ შანსიანი ხარ, შენ თავს ნუ იბლოკავ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. ბოლოს რა დაგრჩა იცი? სახლის ჭერი, მეგობრებო, სახლის ჭერი. ვისაც ოცნებათ აქვს გადაქცეული სახლის ჭერი გელოდება. ახლა დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.